ლინდა მალალი ჰანთის თევზი ხეზე. ამ წიგნზე მინდა რომ ვისაუბროთ დღეს. სათაური რომ გაიგე, რა იფიქრე, რაზე იქნებოდა ეს წიგნი? არ ვიცოდი, თავიდან უცნაურად მეჩვენა სათაური და ვიფიქრე, რომ რაღაცნაირი წიგნი იქნებოდა და სინამდვილეში ძალიან კარგი წიგნი იყო და ბევრ რამეს გვასწავლის ბავშვებს. ელის პერსონაჟს აქვს დისლექსია, კითხვის და წერის უნარის დარღვევა. ხო? ამის გამო ბავშვები დასცინიან, მაგრამ თვითონაც არ ამხელს, რომ სინამდვილეში უჭირს, ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. მაგრამ ეშინია, რომ ბავშვებმა არ დასცინონ თავისმა კლასელებმა და ამის გამო მასწავლებელს ისეთ რაღაცებს ეუბნება, რომ ბავშვები გააცინოს. რატომ ეშინია ელის განსხვავებულობის? იმიტომ რომ თავისი კლასელები დასცინებენ. ისედაც ხო დასცინიან. კი და ბევრ ბავშვს აუბულინგებენ და ელი ყავთ ამოჩემებული და დასცინიან, რომ კითხვა არ შეგიძლია და სწრაფად ვერ კითხულობ, მაგრამ ელის სხვა რაღაცები შეუძლია სამაგიეროდ, მაგალითად ხატვა, მაგრამ არ გამოსდის სამწუხაროდ კითხვა და წერა. მწერალი როცა წერს, მაგალითად მოთხრობას, ან ლექსს წერს პოეტი, ამით ის რაღაც თავის შინაგან გრძნობებს გამოხატავს, ხომ ასეა? შეიძლება რომ ეს გრძნობები მხოლოდ წერით კი არა, სხვანაირადაც გამოხატოს ადამიანმა? კი. მოდი მაშინ ასეთი შემთხვევა გავიხსენოთ. მისტერ დენიელსი აძლევს დავალებას მოსწავლეებს, რომ დაწერონ როგორ გრძნობენ თავს. ხო? ან თავიანთ თავზე დაწერონ. ამ დროს ელი დახატავს შავ კვადრატს. და შემდეგ ასე ახსნის, რომ თვითონაც უნდა რომ ბნელოთ ახშია და უნდა რომ უჩინარი იყოს. ამით ელიმ რა გააკეთა, როგორ გამოხატა თავისი გრძნობები? მიანიშნა რომ ბნელოთ ახში იყო გამოკეტილი და სხვები რო დასცინოდნენ, არ მოსწონდა და კითხვა და წერა სამწუხაროდ არ შეეძლო და ამით იყო სხვანაირი ბავშვებთან შედარებით. უნდა გამოხატოს გრძნობებით. შეიძლება ცეკვით გამოხატო და მუსიკით, რომ მაგალითად ვერ კითხულობ, მაგალითად მუსიკა არ შეგიძლია და ხატვა შეგიძლია, ცეკვა შეგიძლია და ეს თევზი ხეზე იმიტომ და არქვის, რომ თევზი ხომ ხეზე ვერ აძვრება, იმიტომ რომ ის წყალში ცურავს მხოლოდ და რო ამოვიყვანო წყლიდან ჟანგბადი არ ეყოფა და ამის გამო თევზი სულელი არ არის, რადგან თევზს სამაგიეროდ ცურვა შეუძლია. ანუ თევზი რითი უნდა შევაფასოთ? იმით რომ ცურვა იცის, მაგრამ სამწუხაროდ ხეზე ცოცვა არ იცის. კი ბატონო, ანუ თევზი შევაფასოთ იმ უნარით, რაც მას აქვს, ხო? ანუ ცურვის უნარი. ამ წიგნში ელი პოულობს ნამდვილ მეგობრებს. პარალელურად არიან სხვა ბავშვებიც. ესე იგი, თავიდან ელის თითქოს შურს მათი მეგობრობისაც მიაჩნია, რომ ისინი კარგი მეგობრები არიან და თვითონაც უნდა რომ მას ჯესიკას მეგობრების სამაჯურები რო უკეთია, იმას რო ელი უყურებს და გულში წინს რომ მეგობრები არ აყავს და მეგობრობის სამაჯური არ უკეთია და ლანჩზე მასთან არავინ არ ზის. სწორია, კატო. და შემდეგ აღმოაჩენს ელი, რომ თურმე არც ისეთი კარგი მეგობრობა აქვთ ჯესიკას და შეის, ხო? სინამდვილეში თვითონ უკეთესი მეგობრები ჰყავს. როგორ გვასწავლა ამ წიგნმა მეგობრობა? აი პირადად შენ რა გასწავლა მეგობრობის კურსში? პირველი შენ უნდა გადადგანა ბიჭი და უნდა იცადო, რომ უთხრა, რომ გინდა ვიმეგობროთ და არ უნდა შეგწხვეს, არ უნდა შეგეშინდეს და უნდა იცადო, რომ თქვა რომ მე გამომივა და მე ყველა დამოიმეგობრება, მაგრამ ელის სამწუხაროდ ძალიან ეშინოდა და ასე განმეორდა ორი შემთხვევა და როდესაც ნაბიჯი გადადგა, ორი მეგობარი შეიძინა. როგორ გადადგა ელიმ ეს ნაბიჯი? გამოსაშვები იყო და კეიშას ყველას ეჭირა ყვავილები და ელისაც ეჭირა ყვავილები. და შეის გამოართვეს, კეიშას გამოართვეს ყვავილი და შემდეგ ელიმ გაუტეხა და მისცა და შემდეგ მასწავლებელმა ელისაც გამოართვა და ასე
აღარ ფიქრობდნენ, რომ მარტო ის იყო ყვავილის გარეშე და ამით შეიძინა ელიმ ერთი მეგობარი. ანუ რა გვესწავლა ამ შემთხვევამ? როგორ შეიძლება ვიპოვოთ მეგობარი? იმით რომ არ შეგვეშინდეს და ანუ ვიღაცას რაღაცა გაუზიარა, ხო, ელიმ და მხარი დაუჭირა. და ბოდიში უთხრა მაგალითად, ან დაიცვა ის ადამიანი და შემდეგ ისინი მეგობრობას იწყებენ დროთა განმავლობაში. თევზი ხეზე ეს წიგნი რას ასწავლის ბავშვებს და ვის ურჩევ რომ წაიკითხოს? მე ურჩევ რომ ყველა ბავშვმა წაიკითხოს, ვინც ცუდად იქცევა ბავშვებს დასცინის, როგორც ჯესიკა იყო, ელის რომ აბულინგებდა და ეუბნებოდა რომ კითხვა არ შეგიძლია და ამიტომაც სულელი ხარ და ელიმ გამოიცვალა 7 სკოლა ამის გამო. და მე ურჩევდი ბავშვებს რომ წაიკითხონ ეს წიგნი და ისწავლონ ამ წიგნით რომ არ შეიძლება ადამიანს რომ დასცინო. ზოგ ადამიანს რა შეუძლია, ზოგს ცურვა შეუძლია, ზოგს წერა შეუძლია, ზოგს უფრო კარგად გამოსდის კითხვა და ზოგს ხატვა გამოსდის. მაგალითად, ელის ძალიან კარგად გამოსდის ხატვა და მისტერ დენიელსი ცდილობს რომ ისეთი დავალებები არ მისცეს ელის რომ ძალა არ დაატანოს და ელი იძახის რომ თეთრ ბრუცელზე შავი ნაწერი ძალიან მტკენს თვალებსო. ოჩახ კატო, მშვენიერი პასუხი იყო. კატო, შენ როგორ ფიქრობ, ეს წიგნი მხოლოდ ბავშვებმა უნდა წაიკითხონ თუ დიდებისთვისაც იქნება სასარგებლო? დიდებისთვისაც, იმიტომ რომ უფრო ბევრ რამეს ისწავლიან და როცა დიდი ადამიანი წიგნებს კითხულობს, მერე იგებს იმის შინაარსს და მერე როდესაც შვილი რაღაცას ეკითხება, მშობელი სწორად ცემს პასუხს. მასწავლებლებს წააკითხებდი ამ წიგნს? კი. რატომ? მასწავლებლები რას ისწავლიან ამ წიგნიდან? იმას ისწავლიან, რომ ბავშვი როცა მოდის შენ კლასში, უნდა დაიწყო იმის მოქმედება, რომ რა უჭირს, მაგალითად, რა შეუძლია კარგად და ზოგი მასწავლებელი სამწუხაროდ ესეთი არ არის და ასეთ მასწავლებელს წავაკითხებდით ამ წიგნს. მადლობა, კატო.